პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის იერიშებმა ირანის სამხედრო ძალების უმეტესი ნაწილი გაანადგურა და უარყოფს თითქოს ვაშინგტონი ომში თელ-ავივმა ჩაითრია. მათ აღარ ყავთ საზღვაო ფლოტი, აღარ ყავთ საჰაერო ძალები, აღარ აქვთ ამომცნობის სისტემა, ის ყველაფერი განადგურებულია. განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას მედიის კითხვებზე პასუხისას. მანვე თქვა, რომ დარწმუნებული იყო თუ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას არ დაიწყებდა, შეტევაზე პირველი თეირანი გადმოვიდოდა. ხოლო კითხვას იმის შესახებ აიძულა თუ არა ვაშინგტონი ისრაელმა ახლო აღმოსავლეთში ომი დაეწყო, დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა. არა, შესაძლოა მე ვაიძულე ისინი. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ამ შეშლილებთან და ჩემი აზრით ისინი პირველები აპირებდნენ თავდასხმას. აპირებდნენ დაერტყათ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს, ისინი პირველები დაგვარტყამდნენ. მე ამაში დარწმუნებული ვიყავი. ჩვენ შესანიშნავი მომლაპარაკებლები გვყავს. ადამიანები, რომლებიც ამას ძალიან წარმატებით აკეთებენ და მთელი ცხოვრება ამით იყვნენ დაკავებულები. იმაზე დაყრდნობით თუ როგორ მიდიოდა მოლაპარაკება, ვფიქრობდი რომ ისინი პირველები გადმოვიდოდნენ შეტევაზე. მე არ მინდოდა რომ ეს მომხდარიყო. ასე რომ თუ ვინმე ეს გააკეთა, შესაძლოა მე ვაიძულე ისრაელს ემოქმედა. მაგრამ ისრაელი მზად იყო. მზად ვიყავით ჩვენც. ჩვენ ძალიან ძლიერი ზემოქმედება მოვახდინეთ, რადგან პრაქტიკულად ყველაფერი რაც მათ ჰქონდათ, ახლა გაანადგურებულია. მათი სარაკეტო მარაგი სწრაფად მცირდება. რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოს, ისინი უტყამენ ქვეყნებს, რომლებიც ასე ვთქვათ, ნეიტრალურები იყვნენ. ისინი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. ვფიქრობ, ისინი გაუცებულებიც კი იყვნენ. მეც გაუცებული ვიყავი და ახლა ეს ყველა ქვეყანა მათ წინააღმდეგ იბრძვის, თანაც ძლიერად. ერთ დღეს დაწერენ ისტორიას და იტყვიან, რატომ გააკეთეს ეს, მაგრამ მათ დაარტყეს ქვეყნებს, რომლებსაც საერთოდ არაფერი ჰქონდათ საერთო მიმდინარე მოვლენებთან. ისინი უბრალოდ გვერდზე იდგნენ. მოულოდნელად მათ რაკეტები ესროლეს. ეს კი გვაჩვენებს, რა დონის ბრუტებასთან გვაქვს საქმე. ისინი უტყავენ მათდამის სუმცირე გარკვეულწილად კეთილგანწყობილ ხალხს და ეს მათთვის პრობლემა საერთოდ არ არის. უტყავენ მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებს, სასტუმროებსა და საცხოვრებელ კორპუსებს. ჩვენ კი ვუტყავთ იქ, სადაც მართებულია და ვუტყავთ ძალიან ძლიერად. ახლა მასშტაბური დარტყმები მიმდინარეობს, მათ საჰაერო დაცვა აღარ აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს კითხეს ისიც, თუ რა არის ყველაზე ცუდი სცენარი, რომლისთვისაც ვაშინგტონი ემზადება. არ ვიცი, საერთოდ არსებობს თუ არა ყველაზე ცუდი სცენარი. სამხედრო თვალსაზრისით ისინი ფაქტობრივად დამარცხებულები არიან. ჯერ კიდევ ისვრიან რაკეტებს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ამასაც ვეღარ შეძლებენ, რადგან ჩვენ მათ გამშვებ სისტემებსა და სარაკეტო მარაგს ვანადგურებთ. ბოლო წლებში მათ დიდი რაოდენობით რაკეტები დააგროვეს. ბევრი ჰქონდათ, ბევრი ისროლეს და ბევრს ვანადგურებთ. ალბათ ყველაზე ცუდი სცენარი იქნება თუ ამას გავაკეთებთ, შემდეგ კი მოვა ვიღაც, ვინც ისეთივე ცუდი აღმოჩნდება, როგორც წინა ლიდერი იყო, არა? ეს შესაძლოა მოხდეს. ჩვენ ეს არ გვინდა. ეს ალბათ ყველაზე ცუდი იქნებოდა. ამ ყველაფერს გაივლი და 5 წელიწადში აღმოაჩინე, რომ ისეთივე, ან უარესი ვინმე მოიყვანე. გვინდა ისეთი ვიღაც, ვინც ქვეყანას ხალხს დაუბრუნებს და ვნახოთ, რას გააკეთებს ხალხი. მათ შანსი აქვთ, ჩვენ ვუთხარით. ჯერ ნუ გააკეთებთ ამას, თუ აპირებთ გამოსვლას და პროტესტს, ეს არ გააკეთოთ, ჯერ ადრეა. ტრამპს ირანის მომავალთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა არ წარმოუდგენია, თუმცა თქვა, რომ ისინი, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერების პოზიციაზე განიხილავდა, უკვე ცოცხლები აღარ არიან. მათი უმრავლესობა, ვისაც განვიხილავდით, უკვე მკვდარია. ჩვენ რამდენიმეზე ვფიქრობდით იმ ჯგუფიდან, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ახლა სხვა ჯგუფია. არსებული ცნობების მიხედვით შესაძლოა ისინიც აღარ იყვნენ ცოცხლები. ასე რომ, მგონი უკვე მესამე ტალღა მოდის. მალე შეიძლება აღარავინ ვიცოდით. მაგრამ იცით, ვენესუელა წარმოუდგენელი შემთხვევა იყო, რადგან დარტყმა განუახორციელეთ და ხელისუფლებამ მთლიანად შევინარჩუნეს. ყავს დელსი როდრიგესი, ის ძალიან კარგია, გვაქვს მართვის მთელი ჯაჭვი და ურთიერთობა შესანიშნავად მიდის. რა სიტყვით მემკვიდრე პრინც რეზა ფეჰლევიზე, განიხილავთ მას? ალბათ კი, ზოგიერთს ის მოსწონს, ჩვენ ამაზე დიდად არ გვიფიქრია. ჩემი აზრით, უფრო შესაფერი ისე შესაძლოა შიგნიდან იყოს ვინმე, ვინც იქ არის და ამჟამად პოპულარულია. თუ კი ასეთი ადამიანი არსებობს. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანი ჩანს, მაგრამ ალბათ უფრო შესაფერი ის იქნებოდა ვინმე, ვინც უკვე ქვეყანაშია და გარკვეული მხარდაჭერა აქვს. ყავს ისეთი ადამიანებიც უფრო ზომიერები, რადგან ისინი რადიკალურად შეშლილები იყვნენ. ესპანეთის აშინლად მოიქცა, თქვა ტრამპმა და სამხედრო ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით უთანხმოების გამო მადრიდს ვაჭრობის შეწყვეტით დაემუქრა. თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია უბრალოდ ჩავფრინდეთ და გამოვიყენოთ, ვერავინ გვეტყვის, რომ ეს არ გავაკეთოთ, თქვა ტრამპმა, თუმცა ისიც დაამატა, რომ ამის საჭიროება არც არსებობს. მან უკმაყოფილება გამოთქვა დიდი ბრიტანეთის მიმართაც, ვისთანაც საქმე გვაქვს, უინსტონ ჩერჩილი არ არის.
თქვა მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერზე, რომელმაც თავდაპირველად ამერიკის შეერთებული შტატების ძალების მიერ ბრიტანეთის ბაზების გამოყენებაზე უარი თქვა, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა. სკოტ ბესენს უთხარი, რომ ესპანეთთან ყველა ურთიერთობა გაეწყვიტა. ესპანეთთან პრობლემა მაშინ დაიწყო, როდესაც ჩემი მოთხოვნით ყველა ევროპული ქვეყანა ნატოში მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ით გადახდას დათანხმდა, რაც ასე უნდა იყოს. ამას ყველა ენთუზიაზმით შეხვდა. გერმანია, ყველა, ესპანეთის გარდა. ახლა ესპანეთმა თქვა, რომ მათი ბაზების გამოყენება არ შეგვიძლია. ეს პრობლემა არ არის. ჩვენ არც გვინდა მათი გამოყენება. თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია უბრალოდ ჩავფრინდეთ და გამოვიყენოთ. ვერავინ გვეტყვის, რომ ეს არ გავაკეთოთ. არც გვჭირდება, მაგრამ ისინი მეგობრულად არ მოიხსნენ. ამიტომ ვითხოვე, რომ აღარ გვინდა ესპანეთს აბსოლუტურად არაფერი აქვს ისეთი, რაც გვჭირდება, გარდა შესანიშნავი ხალხისა. ხალხი დიდებულია, მაგრამ ლიდერები არა. როგორც იცით, ნატოში ისინი ერთადერთები იყვნენ, ვინც ხარჯების 5%-მდე გაზრდას არ დაეთანხმა. გონი არც არაფერზე დათანხმდებოდნენ. უნდათ 2%-ზე დარჩენან და იმ 2%-საც არ ეხდიან. ამიტომ ესპანეთთან ვაჭრობას ვწყვეტთ. არ გვინდა მათთან რაიმე კავშირი. თავის მხრივ გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რეჟიმის მოშორების საქმეში გერმანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს მხარს უჭერს. ამ საშინელი ტერორისტული რეჟიმის მოშორებაში შეერთებულ შტატებსა და ისრაელს მხარს უჭერთ. ველით იმ დღეს, რომელიც შემდეგ დადგება. საჭიროა იმის სტრატეგიული განხილვა, თუ რა მოხვება ამ რეჟიმის დასრულებას. საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგია მთელი რეგიონისთვის. ჩვენ გვაქვს დიდი ინტერესი საერთო მიდგომასა და ერთობლივ მოქმედებაში. დიდი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რას შევძლებთ ერთად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპისა და ისრაელის უსაფრთხოებისთვის. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიის კანცლერმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უთხრა, რომ არ ფიქრობს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მიმართ კრიტიკა გამართლებულია, მაგრამ ეს დახურულ კარს მიღმა ვთქვი, რადგან არ მინდოდა ამ უთანხმოების ღიად განხილვა, განაცხადა მერცმა.